იყო ესეთი შენიშვნები, რომ ძაღლი, რომელსაც გაუკეთებენ სტერილიზაციას და კასტრაციას, ის კარგავს აქტიურობას, ის მუშა ფუნქციებს კარგავს. არც ერთი ცხოველი, რომელსაც უკეთდება სტერილიზაცია, კასტრაცია, არ იცვლის მის პერსონალურ თვისებებს. ერთადერთი რაც იცვლება, ეს არის მამრი ცხოველების შემთხვევაში, მამრ ცხოველებთან აგრესიული ჩხუბის და რაღაცა ტერიტორიის გაყოფასაც ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ კასტრირებული ცხოველები დომინაციის დამტკიცების ალბათ უფრო. მხოლოდ გამრავლების მიმართულებით. აი, ამას აქრობს. მეტს არაფერს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ იქნება კარგი დამცველი, დაცვა, იმიტომ რომ ამას მნიშვნელობა აქვს ბევრი. იმიტომ რომ არანაირი კავშირი არ აქვს დაცვის ფუნქციებს იმასთან, რომ მას აღარ სურს გამრავლდეს და შესაბამისად აღარ სურს, რომ გამრავლებასთან დაკავშირებული კონკურენცია გაუწიოს მამრ-ცხოველს, თორე გადასარევად ჩხუბობს ჩემი კასტრირებული კატა სხვა ქუჩის კატებთან, აი გადასარევად სამწუხაროდ